აქსანა მისკაიანი ვარ, 33 წლის. დაბადებული ვარ საქართველოში, მარნეული რაიონის სოფელ დამიაში. ბავშვობაში ძალიან აქტიური ვიყარი, ახლაც ძალიან აქტიური ვარ. ძალიან მიყვარდა სიმღერა, მაგრამ რომ არ იყო ისეთი ადგილი, რომ დავდიოდი, ხო? ისე ჩემთვის დარჩა სურვილი, რომ არ გამოვიდა საერთოდ. სოფლის პირველი მე-12 კლასელი ვიყავი. თან კლასში შეიძლება ასე ვთქვათ, მარტო ვიყავი. ერთი ბიჭი იყო, ხან მოვიდა, ხან არა. მარტო ვიყავი. ბოლო ზარი იყო ჩემი ბენეფისი. სკოლა დავამთავრე, ამის მერე რომ ენა არ ვიცოდი, ძალიან მინდოდა თბილისში უმაღლესი განათლება, მაგრამ რომ ენა არ ვიცოდი, სომხეთში კიროვაკანში გავაგრძელე ჩემი უმაღლესი განათლება. ჩვენ სოფელში ვმუშაობ, 13 წელია უკვე, დაწყებითი კლასის მასწავლებლად, 33 წლის ვარ და 28 წლის ასაკში უკვე ვისწავლე ქართული ენა. რაღაცნაირად მინდოდა ეს, სურვილი დიდი იყო, მინდოდა და ვისწავლე, ძნელად ვისწავლე. ადვილი არ იყო, სკოლა, სახლი, ოჯახი, ბავშვები, ტრენინგები ბევრი მასწავლებლებისთვის. ძალიან რთული იყო ეს პერიოდი, მაგრამ ვისწავლე. სოფელში ცხოვრობა, რა ვიცი, ასეთი მხრიდან ცოტა რთულია, რომ არაფერი არ არის ბავშვებისთვის საინტერესო. სასმელი წყალი არ არის. ეს უმეტესობა არ აქვს სასმელი წყალი. სოფლის შიდა გზები, ამბობენ რომ წელს უნდა ასფალტი აკეთებენ, არ ვიცი როგორ იქნება. მარშრუტკა დილით 9 საათზე მიდის, 11 საათზე უკან მოდის. მაგალითად თუ მე მინდა მარშრუტკით წასვლა მარნეულში, ვერაფერი არ შემიძლია გავაკეთოთ, მოვასწროთ ეს 2 საათში. 2 საათის მერე მაგალითად მინდა მარნეულში წასვლა. ან საავადმყოფოში იქნება, ან სალონი იქნება, ან რა ვიცი, ბაზარი, ან მაღაზია იქნება. ვერა, იმიტომ რომ უკვე მანქანა არ არის. მაგალითად სამსახურის ადგილი მარტო არის სკოლა და ბაღი. დანარჩენი სოფლის ხალხი მუშაობს მიწაზე რა. ეს არის. ან ძროხა, რა ვიცი, ქათმები, ჩვენ არაფერი არ გყავთ. ქმარი რომ სახლში არ არის, ჩემთვის ძნელია, თან არ მიყვარს. ქმარი სულ გვერდზე მყავს, რაც მინდა, რაღაცის გაკეთება მინდა, სულ გვერდზეა აუცილებლად. ყვავილებზე ისე არა, თავისუფალ დროს ესეც ან მღერის, მეუღლე მღერის, ბავშვები ცეკვავენ. მეც მღეროდი.